საუბედუროდ ისევ დავმარცხდით, ისევ პირველ ეტაპზე. არა უშავს ბიჭებო. ვერ ვიტყვი რომ გული ძალიან არ დამწყდა, მაგრამ რას იზავ, ბრძოლა გრძელდება. ეს კონკრეტული მარცხი თქვენი ბრალი არ არის, ეს ყველაფერი ძალიან შორიდან მოდის. მეტოქე რომელიც ჩვენ პირველივე ეტაპზე შეხვდა, ძალიან რთული გამოდგა. აი პროფესორო, შეხედე უბრალოდ სხვა წვილებს და მერე გული არ დაგწყდეს. ხო შეიძლებოდა ჩვენ შეგხვედროდა ფარერების ჩემპიონი გიბრალტარის, უელსის, ანდორის, არ ვიცი, ჩრდილოეთ ირლანდია. აი ასეთ დაბალ საფეხურზეა ქართული საკლუბო ფეხბურთი და პირველივე ეტაპზე ასეთი რთული მეტოქე. ანაირად არ გამიგო, მაგრამ ამით არ ვცდილობ რომ გუნდის მდგომარეობა გავამართლო. მაგრამ ისეთ ფორმაში როგორც ახლა თბილისის იბერია გახლავთ, ხო შეიძლება ცოტა მარტივი მეტოქე შეხვდეს. უბრალოდ შეხედე რომელ გუნდს ხავს ჩვენზე ძლიერი მეწყვილე. მაქსიმუმ შეიძლება ორი გუნდი გამოარჩიოს, ტიაუა და ლუდოგორეცი. უკვე რამდენი წელია საქართველოს ჩემპიონს პირველ მეტოქეში არ უმართლებს და არ ხვდება ისეთი ქვეყნის ჩემპიონები, როგორებიც არიან ანდორა, ფარერები, ჩრდილოეთ ირლანდია, გიბრალტარი და ასე შემდეგ. საკუთრებით ახლა როცა ევროპის რანგით 3 ტურნირი იმართება, იცით რომ მინიმუმ 1 ეტაპის დაძლევაა საჭირო, რომ გარანტირებულად კონფერენს ლიგის პლეი-ოფში მოხვდე. შენ გაივლი ლიგის ერთ ეტაპს და მეორე ეტაპზე დამარცხდები, გადადიხარ ევროპა ლიგაზე. თუ იქაც დამარცხდები, შემდეგ გადადიხარ კონფერენს ლიგაზე. მაგრამ შენ თუ პირველ ეტაპზე დამარცხდები, არ გადადიხარ ევროპა ლიგაზე, გადადიხარ კონფერენს ლიგაზე, სადაც უნდა დაამარცხო 3 რთული მეტოქე. მაგრამ ამ ეტაპზე შედარებით შემიძლია ვთქვა, რომ მეტოქეში გაგვიმართლა. ახლა თბილისის იბერია კონფერენს ლიგაზე გადაერთო და ჩვენი მეტოქე ესტონური ლევადია იქნება. აქაც რა გინდა რომ ქნა? გახვედი ხო ლევადიას ბარიერი დაძლიე. შემდეგ მეტოქეში გიმართლებს ან არ გიმართლებს. ამის გამო ვამბობ, ჩემპიონთა ლიგაზე ერთი შედარებით მარტივი მეტოქე პირველ ეტაპზე რა გახდა? შეეხება ახლა უშუალოდ დღევანდელ თამაშს. პირველი თამაშისგან განსხვავებით, ჩემი სუბიექტური აზრია, რომ იბერიამ საკმაოდ ნორმალური ფეხბურთი აჩვენა. საგებია მარცხს რომ ნორმალურს ვერ დაარქმევ, მაგრამ ყველაფერი შედარებით საგებია რომ შვედური საკლუბო ფეხბურთი ჩვენზე ორი თავით მაღლა დგას. არ ვიცი პროფესორო, რა უნდა შეგაფასებინო დღევანდელი თამაშიდან. პროფესორო, ეს არის ჩემი ახლად შექმნილი YouTube არხი. ერთი გამომწერიც და ჩვენ 100 ვიქნებით. 100,000 არა. მხოლოდ და მხოლოდ 100. არ დაიზარო. მეტი, დიდი და ფართო მასშტაბიანი ზღაპრებისთვის გამოიწერე გვერდი.